ბავშვიდობისა მაღვიძარას ერთგულ მაყურებელს მე ახლა ვიმყოფები საქართველოში პირველ ვინი პუხთან, რომლის დილასაც ჩვენ აუცილებლად ნახავთ. ანუ როგორ იღვიძებს ეს ადამიანი და რას აკეთებს გაღვიძების შემდეგ, ეს ყველაზე მთავარია, ხო? დილამშვიდობისა. უკვე გვიძა? მე უკვე მგვიძავს, იმიტომ რომ მიუხედავად იმისა, რომ სახლში არ მაქვს ძველებური ტრადიციული მაღვიძარა, მაქვს თანამედროვე 21 საუკუნის მაღვიძარა, მობილურზე დაყენებული და ის ყოველ დილით 7:30-ზე. ანუ საჩუქარს ჩვენ რომ ვერ მიიღებ, იმიტომ რომ მამაპაპური მაღვიძარა არ აქვს. და ქონია როდესმე? კი, ქონია. ესეთი საათი იყო, არა, ეხლა უბრალოდ აღარ მუშაობს, სადღაც არის მიგდებული, ვერ ვიპოვე. დაქოქავდი და დილით ურტყავდა, მაგრამ ერებს გვიშლიდა. ტოროლა ფრინდებოდა? ტოროლებით ჩვენ ფრინდებოდი, ტოროლებით დილას ისოდა არ ტყავდა. ეხლა ისა გვაქვს მობილურზე დაყენებული. ეს მაგვიძებს ყოველ დილით 7:30-ზე. მაესტრო და მაღვიძარა მოხდით ვინის სახლში, მაგრამ მოხდით ამ დროს დიდი რემონტის სამყაროში. ჩვენ ერთ დროს ჩვენი საკუთარი სტუდია ჩვენით გავარემონტებთ და გაგრემონტებთ და დავით. აი მე მაგის იმედი მაქვს რომ ხო რაღაცა ისე მოვაწყოთ 1-2 პუფი, ესპრესოს 1-2 სკამი წამოვიღოთ და ეგ არის მომზადეთ ესე აქ ყველაფერი აქანე დადგავს სარაიას ხო იცი როგორ იქანე ტროიკას ხო ესე იგი აბსოლუტურად თელი სახლი არის გასარემონტებელი. ეს ჩემი მეგობარი წავიდა საზღვარგარეთ, საცხოვრებლად და მაჩუკა. და ნაჩუქარცხენსო რაღაც კაილები არ გაესინჯება. ხო, კბილებსაც კარგად თულით და ცდილობ სახლსაც კარგად მომუარო და დავიწყეთ ყველაზე რთულით. აბაზანით დავიწყეთ რა და ამიტომ ესე ვართ ხარეულები რომ ყველა ნელ-ნელა უნდა ერთჩვენიერ დილას დაასრულებთ რემონტს. ერთჩვენიერ დილას დავასრულებთ, ამ შვენიერ დილას ვფიქრობთ რომ ჩვენ რაჭველები ვართ. და თუ კარგი ტემპებით წავედით, რაჭულ იმერული ტემპებით, ხო? ვფიქრობთ რომ გაზაფხულზე და გაზაფხულის ბოლოს, საფხულის დასაწყისში დავასრულებთ მთლიანად სახლი. სად იღვიძებს ვინი? ჯერჯერობით აქ ვიღვიძებ. ჯერჯერობით აქ იღვიძებს ვინი? იმიტომ რომ როგორ გძინავს ხოლმე? კარგად. კარგად მძინავს, ხრინვა არ გვაკლია. არა. ხო, სოლია, მაკლია და ამიტომ არავინ არ მაღვიძებს რომ ხრინავო. ანუ შეიძლება ხრინავდე კიდეც და უბრალოდ სოლი არ მაქვს. პრობლემა. ჩავიწერ. ან ვეთქვიო ჩაიწერო ხამე. ჩვენ ქართულად და ევროპული ხრინვა ამერიკული ჰოლანდიაში არ ვარ ნამყოფი გეტყოდი როგორ ხრინავენ იქ თუმცა ირლანდიაში ვარ ადრე ნამყოფი 1-2 დღით გავლით მაგრამ ხრინვა გაძლება ვერ მოასწარით ხო ამერიკაში არ ხრინავ იქ ავრავას და ცხვანაერად იქ ხო ცოტა გრილი ჰავაა და რაღაც პრინციპში აქაც გრილა მინდა გითხრა რომ ზამთარ ზაფხულს გვაქვს ბაკურიანის ჰავა შვენიერია სუფთა ჰაერზე ვართ ხილამურები არა მე ხილამური გამიძლებს გზელდება განაცემა მაღვიძარა და ვინიმ შემოგთავაზა პატარა ვიქტორინის სახით მაყურებელს შენ დაასაჩუქრებ ხო ალბათ თუ იპოვის განსხვავება 101 განსხვავება 101 განსხვავება თიკოსა და ვინის შორის ჩემი დილის განხნეველი ვარჯიშები არის ძირითადად შეხტომები ერთად ხტუნაობთ? 10 ჯერ, ანუ 15 ჯერ ესე ზევით ხტებ. ხო, ამათთან ერთად ესენი არის ჩემი საყვარელი დაცუნიები. ძალიან ისე სენტიმენტალურად გამომივიდა რაღაცა. საყვარელია შენი. ეს არის ჩემი რადიო მსმენელების მიერ გაკეთებული საჩუქრები. როდესაც რადიოში მუშაობდი, წლების განმავლობაში მსმენელები ჩუქრინან ხოლმე. აი ესეთ ვინებს. კი, სხვადასხვა ზომის და მაგ ყველაზე პატარა ვინი. ამას ვინახავ. ხო, ყველაზე პატარა ვინი არის ესე იგი 7 წელია რაც მოჩუქეს და სუნი კიდევ აქვს ულტრაფიოლეტის და მოტრიალე სად არის? აი რომელთან ერთად ვარჯიშო? ვინი ცდილობს ივარჯიშოს მარტო იმიტომ რომ ის საერთოდ დიდი გაქანების არის ხო? ხო და დიდ გაქანებას როგორ დიდ გემს დიდი საო ხო? გაქანება ხო. ხო და ვარჯიშობ მარტო, იმიტომ რომ გარშემო ვიღაც რო დამიდგეს შეიძლება დაზარავდეს. ჩემთან ერთად. მე შევეცდები და დაგიდგები ახლა. ხო, ახტომებია ძირითადად, რა. Если я чешу в затылке, не беда. В голове моей опилки, да. Но хотят там и опилки, но кричалки и мопилки, а также шумелки, пыхтелки и сопелки. Сочиняю я неплохо иногда. Რო გითხრა ეხლა რომ დილით
ესე იგი ვიცვამ შორტებს, მოკლე მაიკას და გავარკვევარ და წრეს ურტყავ ეზოს? არა რა, იმიტომ რომ მოიტყუები და არ მინდა ნამდვილად. აი ესე როგორც იღვიძებ ხო, აი როგორც კი ვიღვიძე და ხა არც ისე არ არის მისტერ ბინში რა, ხო იცი ესე ვედგას და. ორჯიშო დათუნია. ხო, არა და შეხტომები მიყვარს. რამდენ საკეთებს? 15. Трам-пам-пам-пам-пам-пам-пам. Пум-пум-пум-пум-пум-пум-пам-пам. Пум-пум-пум-пум-пум-пум. Пум-пум-пум-пум-пум-пум. Пум-пум-пум-пум. და მორჩა. ამით მორჩა და ხო, არა, იმიტომ რომ მე ისევ დუნდები. და კიდევ ერთი რა მინდა და მეთქვა. მე ძირითადად მუშაობ გონებით დღის განმავლობაშიც. ვარჯიში. ხო და გაცილებით მეტად ვიღლები ვიდრე ფიზიკური ვარჯიშის დროს შენ წარმოიდგინე. თაფს თუ მირთმე დილით როგორც ვინი პუხი. ხო, რაჭაში წელს ერთი კვირა წავედი. და აი სოფელში მუშაობა მიყვარს, მართალია. სოფელში მუშაობა. ფიზიკურად მუშაობა სოფელში მიყვარს, ქალაქში არ მიყვარს. ფიზიკურად. ანუ ქალაქში რომ თხოვენ რომ აი ხა რემონტი რომ რაღაც წებო ცემენტი ამოიტანე და რაღაც ერთ კიბეზე ავდა. გონებით ამოგა. ხო, გონებით ამოგა, სამსახურში ვარ მიჩვეული კომპიუტერი და ამოვა ის რაღაცა. და სოფელში შეშის ჩეხვა იქ რაღაც დილიდან შეშის ჩეხვა. დილიდან არა, დილიდან სირბილი. დილიდან სირბილი. სირბილი პატარა იქ კაკლის გარშემო. და მე უკვე შეშის ჩეხვა იქით რაღაც კენკროვანებზე წასვლა. წელს მოსავალი არ მქონდა მოყინა ყველაფერმა და ზირთად იყო რაღაც ქლიავის მაგვარი რაღაცეები და რაღაც მაყვალე ხა შემოდის. დავდივარ ხოლმე. ფუტკრები იყვნენ? არა, ფუტკრები ძირითადად ჩვენთან რაჭველი ფუტკრები არიან და ჯერ რო ბინას რო იკეთებენ უკვე გვიანია და იყინებიან ასე რომ ჩვენთან თაფლი არ ვიცი როგორ არის იმერეთში ვიცი კაი თაფლია ზრიკოთზე რომ მოდიხარ. მივახლოვდით თაფლს და გავიგებთ ცოტა ხანში მაღვიძაროს პირდაპირ ეთერში მიირთმევს თუ არა დილაობით ვინი თაფლს. აგზელეთ მაღვიძაროს ვინისთან ერთად და თაფლს შევეხეთ და თაფლი ასოცირდება სამზარეულოსთან შენ. თაფლი ასოცირდება სამზარეულოსთან და სამზარეულოს ასოცირდება თაფლთან. და ეს ყველაფერი ერთად ასოცირდება ჩემთან. შენთან რამდენად ასოცირდება სამზარეულო ვერ გეტყვი ამ ბოლო ხანებში, მაგრამ ხო, რაღაც კაია, მაინც კაია. დიეტა ზომიერად, ხო? თაფლი. ხო, აი თაფლი. Хорошо живет на свете Винни-Пух. ვერ ვაყვარებიო ვინის თაფლი. ხო, მაგრამ ისე უზომოდ არა, ესე და ესე მე რეწვერის საფარსით რო იყენა. არა, როგორ არის ეს დილით? საერთოდ ეს კარგია. გულისთვის, ტვინისთვის, ანუ სისხლისთვის და ცუდი არაფრისთვის არ არის. მაგრამ ზომიერად არის საჭირო 2-3 ჩაის კოზი. მე ამას ყველას ვურჩევ, განსაკუთრებით პატარებს. ანუ საკუთარი რეცეპტი გაქვს დილის საუზმეს მიირთმევ და იმედი არის შენ წყავას არ მეტყვი რომ მხოლოდ ყავას არა ხეზულდები ესე დილით ყავა თუ არ დავლე ესე იგი მე გული აღარ მუშა თვალს ვერ ვახელ და ასე შემდეგ არა და უკვე საგეჯრეზინს ბეჭო ასე საუზმები მაქვს უკვე დილით უნდა ჭამო არ უნდა ჭამო იცი რატო იმიტომ რომ მე გადიხარ სამსახურში მაგ ჯერდა მდგომარე მუშაობა და გონებრივი მუშაობა და შუალედში სადმე გზაში რომ მომისროს შიმშილმა ფესტ ფუდებში და 1000 ფაბრიკატების ჭამას მირჩევნე სახში ვჭამო დედაჩემის მომზადებული გემრიელი საჭმელი და დილით უნდა ჭამო და უნდა ჭამო 6 საათამდე მორჩა ვინის ფაფებს ხო არ მიირთმევ შემთხვევაში ბავშვობაში ვინის ფაფებს მიირთმევდი? მქონდა ეგეთი ყუთები იყო, ეხათა ხო. და დილობით მაესტროს ხომ არ უყურებ შემთხვევით? ხო, აი რაღაც გაორება გჭირს ახლა ჩვენ. იმიტომ რომ ესე იგი ჩემთან სახშიც შენ ხარ და ტელევიზორშიც შენ ხარ. და კიდე ყველასთან. ხო? საინტერესო იყო. ვინიშ, მე ვიცი რომ შენ გაქვს საკუთარი რეცეპტი დილის საუზმის, რაღაც როგორ იყო მხნეთ მთელი დღე, თაფლი დავიწყეთ და გავაგრძელებთ. თაფლი დავიწყეთ, იცი რა არის, ყავა არ არის აუცილებელი. შეიძლება გავიდეს დღე რომ არ დავლიო ყავა საერთოდ. მაგრამ თუ არის საშუალება. ანუ კოფეინისგან შორს ხარ და კოფეინისგან შორს ვარ საერთოდ ფეინებისგან შორს ვარ. ძალიან ბევრი ხო, ბევრი რამისგან ვარ შორს, ცუდისგან, მაგრამ ახლა ყავა არ არის ცუდი, რა თქმა უნდა, ზომიერად კარგია. თუ არის საშუალება ჩაისვა. აუცილებლად ლიმნით. ფანტასტიკური.
და პლუს ამასა თაფლი. ეს ყველაფერი როგორ არის, ტონუსს გაძლევს ნატურალური ყველაფერი ბუნებრივი რა. ფილტვებში არაფერი რჩება ცუდი. იმიტომ რომ ყავას როსვავენ ზირთად სიგარეტს აყოლებენ. ხო? ისე არ შეუძლია თან აივანზე უნდა გავიდნენ და ესე უნდა მიირთონ. ისე მიირთვით სხვადასხვა რაჭული კაკალია. ხო და დაკრეფილი. შენ გიყვარს ჭამა? გეტყვა. ძალიან გეტყვა რომ გიყვარს ჭამა. ხო, ესე ჭამა ხოლმე. ხო, ეს არის შენი ჭამა, ხო? ხო და ლიმონი თუ არის აუცილებლად. და ის რასაც დედაჩემი მოამზადებს დილით. რას ამზადებს დედა დილით? დედაჩემი რასაც არ უნდა ამზადებს, ყველაფერი გემრიელია. მე რისი გაკეთება ვიცი თუ მაგ შეკითხვა გიტრიალებს თავში ეხლა ჟურნალისტები. არასოდეს არ მოგიმზადებ. როგორ არ მომზადებე? მარტო როცა ვარ სახში აბა როგორ არის? ერბო კვერცხიდან და როგორ სუპებს ვაკეთებ, მოგატყუებ, არ მიყვარს ეგეთი რაღაცეები, რომ აი უფრო დილის საუზმე რა მოგიმზადებია დილით, რაც დაგახსოვდა და შემდეგ არ გიწამია. მაკარონი, არ მიჭამია? არ არსებობს. დაგახსოვდა და არ გიჭამია, არ მოგეწონა. თუ ისეთი გემრიელი გავაგდო ყველა მჭამა ჩემს მეტი. შეიძლება ეს. აი, რაც არ მიჭამია გეტყვი, ეს იყო ძალიან ესე იგი ყმაწულ ბავშვობა, კაცობაში. ოღონდ სახში არა. მე და ლევან ჯავახიშვილი, ჩვენ ბავშვობის მეგობრები ვართ, სხვადასხვა ერთ სადამრიგებლო კლასში და იმ სადამრიგებლო კლასში თუ მე ჩვენი პრეზიდენტი სწავლობდა, დღეს გავიგე. დღეს გავიგე, ზუსტად ერთი დამრიგებელი ყავდა თურმე. და ალბათ ნინა ერთად არაშინ და მე და ლევანმა გადავწყვიტეთ რომ რაღაცა მალჩიშნიკი მოვაწყეთ. და ოღონდ ცდილობდით რომ გოგოების ყოფილიყვნენ თქო და თანამონაწილეები ამისი. და აღმოჩნდა ისე რომ ძალიან ჩქარა ვაკეთებდით იმას, რასაც ვაკეთებდით, ეს იყო ბრინჯი. ბრინჯი, ტკბილი ბრინჯი გვინდოდა გავიკეთებინა და რაც კი ბრინჯი გქონდა და რაც კი შაქარი გქონდა, ყველაფერი ვქენით, ასე ვთქვათ, ერთ ქვაბში, სადაც 3-4 კოზი დავიტოვეთ ჩაისთვის, მერე და აღმოჩნდა რომ ბრინჯი იყო მატლე. და ეს ყველაფერი ჩვენ გავიგეთ იმის შემდეგ, რაც ჩავხედეთ ქვაბს, რომელიც იხარშებოდა და ბრინჯთან ერთად ეს მატლები ამოვიდნენ. წამოთივდნენ. ერთადერთი შემთხვევა, როდესაც არ მიჭამია ჩვენი მომზადებული. ერთადერთი შემთხვევა ეს. როდესაც არ მიჭამია ის რაც მე გავაკეთე და დანარჩენია მაკარონი თავისი ინგრედიენტებით ყველანაირად, ხორცი გინდა, ბოსტნეულები გინდა, ყველაფრით. კვერცხი ნებისმიერ ვარიანტში ახლა მინდა ვისწავლო პამიდრით და ჩემი აკეთებს ძალიან მაგას. ისე ხახვით და სხვადასხვა ყველით მოსულა, ყველაფერი კარგია. ლორი თუ არა ჭველი. კარტოფილი თავისთავად ისიც ყველაფრით თუ მინდა და კიდე რა, თუ მოვიტანე რაღაცა სახში მოვიტანეთ პელმენი ან რაღაც. მოკეთ არ არსებობს ისეთი რამ, რაც შეიძლება დილას არ ჭამო. არ არსებობს ეგეთი რა, რაც შეიძლება არ ჭამო, იმიტომ რომ არსებობს ისეთი რაღაცები, რასაც საერთოდ არ ჭამო. და რა არის ეს რა? გაგიკვირდებათ და გაუკვირდებათ ბევრ ქართველ ადამიანს, რომელსაც დაინახავს რომ ეს საკმაოდ ესეთი მოსული ზორბა მამაკაცი რა და ახალგაზრდა თან ზორბა მამაკაცი არ ჭამ შილაკებს. თუ არ სვამ ჩაის, დაუშვათ იმ დღეს მე ხა იციან რომ არ მიყვარს მართლა ხშირად სმა ჩაის. მაშინ დო. თუ არა და პოსლე პურზე შეიძლება კარაკიც და ზეიდან თაფლი და ლაწანი. ესე იგი დაგიბრუნდებით ცოტა ხანში და მაინტერესებს ვინი პირდაპირ ეთერში თუ შეჭამს თაფლს. ეს არის ჩემი საყვარელი ზარი, SpongeBob-ი მოცი ნიკელოდეონზე. ხო, აი ეს ამან დაყენებული 21 წლის კაცი. SpongeBob SquarePants, SpongeBob SquarePants. ყველაზე ბევრი რამდენი გიჭამია დილით? თაფლი. სამი ნაჭერი. სამი ნაჭერი თაფლი. ხო, მაგრამ ეს სქელი ფენა. მარტო ცარიელ თაფლს? ცარიელს ბევრს ავჭამ 2-3 კოზი. 2-3 კოზი. მე მგონი არ შეიძლება. ხო, არ არის, იცი მოგებარია ვინმესთვის დილას თაფლი, როცა არ დაგხვედრიას. ეხლა რაჭველი ფუტკრებს არ იყოს, მეც რაჭველი დათვი ვარ და სანამ მე მოვიფიქრე ვინმეს რამე მოვყარო, ისინი გეჭამენ და ამ ვინმე შემოიტანს ხო ამასობაში. ბავშვობაში იყო ეგეთი ლექსი. ხილი დისთვის შენახული გადასანსლად ჩუმად გელამ. დედა გააწყრა ბიჭო რა თხარ შენ ასეთი ღორმუცელა. ეს რომ ღორმა გაიგონა, წამწამები შეუცვალდა. სხვები ჯემზე მეც საჭამენ, მაშინ უნდა ჩემუცებ. აი, ვიყავ ბავშვობაში.
თაფლიც გემრიელია რა. სხვათა შორის კაკალთან კაია. კაკალთან არის ძალიან გემრიელი, კი. ვიცოდი ეს რო გეცოდინე. კი. კულინარულ ასე რომ ვთქვათ მიღწევებს ნელ-ნელა ვეცნობი რა. და კიდევ რასაკეთებ დილას მას მე რაც საუზმეს მიირთმე ვივარჯიშებ. ერთადერთი გარემონტებული ოთახი ჩემს სახლში. დავედით, ნახოთ. ურა! რეკლამაში რა ხო იცი მეუღლე რო შემოდის სახლში და მგონი სხვაგან მოხვდი. ერთ დღესაც მოვედი სახლში და გავეკარე მგონი სხვაგან მოხვდი. შემოვედი და ვერ ვცნობ ვერაფერს. ერთადერთი ეხლა რაც გვაკლია ბაზანაში ეს არის აქსესუარი ნუ სარკე და რაღაც მალაზიაში შეუკვეთენ და ომპურიდან ჩამოდის და რაღაცები მაგლი აქსესუარები უბრალოდ დასადგამი დანარჩენი ყველაფერი ბაზანამ მზად არის რაც მთავარია ეკო არის შესანიშნავი შველი არის ესე იგი ბანაო თან ღერი ხარ თან ღერი ხარ აბა ზარმოიგო მინო ხო ეს ძვით там так ხახათავს ეგრე ვარ გარეთ ოჯახის წევრებს კითხავ რაც ღერი ხარ თუ შენით მე მე ხშირად ღერი ვარ ხოლმე სხვათა შორის როზენბაუმის სიმღერებს als was post da ხო შეშუძბაზა და ჩასტერი და სონ მოვიძებით სონ კიდე სარგი არა მაგინო ინტიმური ფანტაზიები მე და რაღაც და დრო მოვშინავ და ცუეთ ვარ ეს ყოველდღიურად ხდება მეზობლებს ხო არ აწუხებ აა მეზობლებს შენ გამოდიო რომ შვიდზე იყვიწებ და ხდა ხო 8-ზე ალბათ შეხავსიდებ და მღერი არა სიმღერა მე მგონი არავის არ აწუხებს თან სმენით რომ მღერი ხარ და შეიძლება მეზობლების მაღვიძარა ხარ თუ გიგია რა და შავალი რაღაცთან შემოდი და კარგი აკუსტიკა რაღაცა მომწონს დღეს ვნახე ძალიან ბევრი ეს იყო ჩოთკები ნინასთან სახლში. ჩემთან ესე არის. ჩემთან არის 4 ჩოთკი და გაუბედურებული კვილის პასტა. გაუბედურებული იმიტომ რომ ყველანი ურთქელდებით კვილებს. ული თუ არა დილაობით სახისგან სხელებს, ნიღბებს იკეთებ თუ არა თაფლისას. ძალიან უცხო ენაზე ლაპარაკობ. ხო, ესე იგი ჩემი საყვარელი ფილმაა. კარგია, კარგია. ხო, ორი ფლეიმის დგან და ესე იგი რაღაცებს ვიკეთებ ხოლმე ხო, სპეციალური ბამბები. ხო, ეს ხურთანაც, ესე არა, ესე გავირჩევ ხოლმე, დავიტოვებ და მე ვიცმინდა რა სახის გასმენდო არა. და მარწყვის ან ბანანის ნიღბებს ან თაფლის ნიღბებს. მარწყვის და ბანანი და თაფლის ნიღაბი? მარწყვა და ბანანი თუ მაგ ჭამ. ეს არის საუკეთესო ნიღაბი მინდა გითხრა, იმიტომ რომ თელს ხელს წმენს და არა მარტო სახის. ხომ? დილას მოვლის საკუთარი მოვლის რეცეპტები ვინის. კი, აბა რა. მე არ მჭირდება სახის ეს რა თუ გადაღება არის, რა თქმა უნდა, წინა დღით ან იმ დღეს. აი, თუ არ გჭირდება. გაპარსვა. გადაღება არის კვილის გაპარსვა რა გაპარსვა. წვერის გახეხვა. წვერის გაპარსვა და შემდეგ ხო აღმოვაჩინე მაინც, აი, აღმოვაჩინე. After shave. After shave, ხო, ძალიან after shave. გაპარსვის დროს დილას თუ მღერი ხარ? აი, შეიძლება დაიზიან, აი ეს დიდი სახე გაქვს ხო? კანი და უხეშად გააღო, რომელიმე თანხმოვანზე პირი შეიძლება გაიკაცრო და მე მგონი არაფერი ხო? აი დილას თუ გაიკაცრე დაუშვათ, როგორ გაგრძელდება შენი დღე? მე გავიკაცრე. Но хотят мы опилки, но кричалки и мобилки. კატა ყავს ერთი ზარმაცი. ერთი კარგი რაჭველი კატა ყავს, მაგრამ ძალიან მაგარი კატა ყავს რა. ეხლა ჭამს. ახლა ჭამს არ უნდა შევაწუხოთ. ეხლა არა, შეგიძლია შეაწუხო. ეხლა ჭამს და მე ალბათ მოფერება მოუნდება, ალბათ. იცის რომ ბასტი ქვია? ეს არის მაგარი ვიღაცა. თუ არ უნდა მოფერება, არ არსებობს რომ მოგაპერებინოს, მაგრამ თუ შენთან მოვიდეს ქვევი და დაგიდგა და ერთი დაიძახა, მორჩა ეგ აწუთიანი კროტონი გარანტირებული გავსა. და სხვათა შორის აი დილის რეცეპტი კიდევ ერთი რა. კატა თუ კაცავში მოეფერებს. ნერვებს აწყნარებს ხო? მაგრად. წნევას არეგულირებს და ასე შემდეგ. ანუ ყოველდღიურად ეფერები, სანამ სანამ სახში ცოტა სამჯერ გადაუსვამ ხელს, მე რა არის დილით რომელიღაცა წევრი რომ გაიღვიძავს, ხო?
რომელიღაც წევრი რო გაიღვიძებს, თუ ამას უკვე ღვიძავს, აი დავუშვათ გაიღვიძა მამაჩემო. მამაჩემთან მიდის ეგრევე მომეფარეო. მე გაიღვიძა დავუშვათ დედაჩემმა. დედასთან მიდის მომეფერე, ყველასთან აბსოლუტურად. კი, ყველა უნდა მოვეფერო. რა საინტერესოა, როგორ იცმევს ვინი დილას. ცოტა ხანში დაგიბრუნდებათ მოღვიძარა პირდაპირ ეთერში ისა, ჩაცმის პროცესში თუ უკვე ჩაცმული ვიქნები. გახდის და მერე ჩაცმული. კარიკატურები. ხო, მაგრამ ერთ-ერთია რა, მე კიდევ არის ერთი, მე და სულხანი ვარ გადაღებული. ეს არის როცა მზეში ვმუშაობდით, იქ გავაკეთეთ ქართულ მულტიპლიკაციაზე ფილმი. და მისი, ასე ვთქვათ, music redactor ვიყავი და ზალიკო მოვიდა და დაგხატა. ესეც დილას, ხო მე მგონი. მუსიკით, სანამ აბაზანაში შევა, ტონი ავიღე, კამერტონი და შევიდი აბაზანაში და მერე ვიმღერო. კიდევ ერთი დილამში დავიცა მაღვიძარას მაყურებელს და მე ახლა თქვენთან ერთად ვნახავ როგორ მოემზადა ვინი იმისათვის რომ სამსახურში წავიდეს. დაგადადამ! რო გითხრა მე განსაკუთრებულად რომელიმე ფირმას ვანიჭებ უპირატესად ტანსაცმელში ნაკლებად ჩვეულებრივად ვიცომ თავისუფლად ვიცომ. ანუ მირჩევნია არ ვიყო შეზღუდული რაღაც ისერდე წაჭერები და რაღაც ჩვეულებრივად ბოტასები სტანდარტული ბაზრობის ჯინსი და ჩვეულებრივად ის რაც არის რაც რაშიც შენ თვითონ გრძნობ კარგად რა თავისუფლად თავს. ხო დილიდან რაშიც ხო, თავისუფლად. იმიტომ რომ მე შემდგომ გადიხარ და მთელი დღე მუშაობ და მე მგონი ტანსაცმელიც უნდა გეხმარებოდეს იმაში რომ გარდა სამუშაო ადგილისა ტანსაცმელმაც შეგიქმნას გარკვეული კომფორტი. და შემდეგ რა ხდება ხოლმე ესე თავისუფლად გამოწყობილი. შემდეგ თავისუფლად მოდი შენ ეს მინდა გაჩვენო. ეს არის 10 ლარიანი მონეტა, რომელიც მე მაჩუქეს ეს იმედში საახალწლო ეტალონი ჩატარდა ჟურნალისტებს შორის და სრულიად შემთხვევით მოვხდი იქ. ძალიან სრულიად შემთხვევით რა. როგორ და მაშინ მზეში მუშაობდი, ხო იმედში მუშაობ. და მზიდან უნდა ყოფილიყო ორი ჟურნალისტი და ჩვენ მე ჩემი ძმა და ჩემი ძმაკაცი წავედით საგულშემატკივრად. მზის დიდი დროშით, აღმოჩნდა რომ ერთ-ერთი მზის ჟურნალისტი ვერ მოვიდოდა, იმიტომ რომ ეთერში იჯდა. და ძალიან მთხოვეს რომ იქნებო და მე გაუპარსავი რაღაცა ჭუჭყიანი მაიკი მე და ჯემპრეთ რაღაცა საგულშემატკივრად რო ხარ წასვერო და გაიოფო და რაღაცა ეს ხო აი ეს ლოგოები მერტყალა ამის და წავედავდი იქ და ისე აღმოჩნდა რომ ფინალში გავედი. მე ლევან ჯავაშვილი და გიორგი დარგამაძე გავედით ფინალში. ჩვენ აქსესუარებს ვიღებთ და გავდივართ სახლიდან. ეს აქსესუარებია. ცხვირსა, ახოცი. ახოცი? ხო, ცხვირს ახოცი. ეს მელქიორის, თუმცა ვერცხლია ამბობენ, მაგრამ ჩემთვის სულ ერთია ეს ჩემ რადიო მსმენელმა მაჩუქა დაბადებაზე. იქიდან შემონახული მაქვს საფულე. მანკ გასაღები. ავტოკალამი რა იცი რა ხდება? მართვის მოწმობები, სხვადასხვა წოწო სათამაშოები. დღეს სათვალე არ დაგჭირდება, თუმცა ესეც რამე ახალი იდეით ხო არ გადიხარ ესეთ შემოქმედებით. კი, იმედში მივდივარ, ახლა მე იმედის თავი რედაქტორი ვარ, ანონსების თავი რედაქტორი და მივდივარ ძალიან ბევრი იდეით. ახლით. ანუ კარგი იდეები უფრო დილას მოგდის ხოლმე. კი, აბა თან სად მომდის არის ხო? ძალიან ბევრი იდეა მოდის, როცა ტუალეტში ხარ და განსაკუთრებით მარტო საკუთარ თავთან უნებრივ მოთხოვნილებებში საკუთარ თავთან რჩები. აი შეიცან თავი შენი მანდარის და მან და რამდენი იდეა მოგივიდა დღეს მაგალითად? დღეს მომივიდა 3 იდეა, გუშინ მომივიდა 2 და გუშინ ეგრევე დაურეკე. ჩემს მეგობარს უთხარივად კი ეს არ დაგვავიწყდეს და დღეს კიდევ 3 იდეით მივდივარ. Если я чешу в затылке, не беда. В голове моей опилки да. დღეს გადაღება არ გაქვს ან? დღეს გადაღება არ მაქვს, მაგრამ ამ დღეებში უნდა მქონდეს ვიცი და ამიტომ წინასწარ გავამზადეთ, ვამზეურებთ, ხო, იმიტომ რომ ზაფხულის განმავლობაში დავისვენეთ ახალი გადაღებებისგან, ძველები ტრიალებდა და ეხლა შემატყობინეს რომ უკვე დავიწყებთო და წინასწარ მომზადებული. დღეს განსხვავება ის არის რომ ზურგზე გადაკიდებული. ზურგზე არა, აქ სახში ვტოვებ. არა, ნამდვილად არა, მანქანაში ჩამოსაკიდით.
კაია ხო ბავშვებთან ურთიერთობა. ბავშვებს მიმართა რომ ჩამრთელად აღიზარდონ, არ მოწიონ სიგარეტი, არ მოწიონ, არ დალიონ, ბევრი, მათ შორის ყავა ბევრი. და კიდევ რა ეხა თუ მაინც და მაინც წონის მიმართ აქვთ მიდრეკილება, ეს მარტო ბავშვის ბრალი არ არის. ასე რომ თუ ჭარბწონიანი ადამიანი არის, ეს ანიშნავს რომ ის უზნეოა და რაღაც უზომო და ღორი და ასე შემდეგ, იმიტომ რომ ესე მერათი კვერთად რო ვდგავართ, აქედან 10-იანი ხო ვართ. 1-იანი და 0-იანი, თუ პირიქით 0.1. ჩვენ შორის ძიმე გვაკლია. ასე რომ თუ ძალიან გინდათ რომ თიკოსნაირად იყოთ, თიკოს მიმართეთ. და თუ ძალიან გინდათ ვინისნაირად იყოთ, ვინის მიმართეთ. ოღონდ თიკოსთან ერთად. საკონტაქტო ტელეფონის ნომერია 877 გათიშავ 899 მე საერთოდ ყოველ დილით ეხლა უბრალოდ სარკე არა მაქვს რომ მეჩვენებინა თქვენთვის მე ყოველ დილით ვარჯიშობ მეტყველებაშიც ანუ ეს არის ტუჩები მოძრაობა Если я чешу в затылке, не беда. В голове моей опилки, да. Но хотят там и опилки, но кричалки и мобилки. ეგეთ რაღაცებს ვაკეთებ ხოლმე. რა გიგებ თავისთავად. ხო, მაგრამ აი ეს კარგია რა. ამოძრავებ და შემდეგ მეტყველებ შედარებით ნორმალურად, იმიტომ რომ 8 წელი მუშაობდი რადიოში და ყოველ მეორე ღამეს მიწევდა მთელი ღამე საუბარი. მე ისა კეპი მინდა. კეპი არ სათვალეც არ მინდა. წავედი. რა, უი, მობილური მინდა. ვინია, აი გათივარი მასკა. ხონსე. კარგად ზამდებოდა. ვინი მე ყოველდღიურად დავტოვებ ჩემთან საათი გამოიარეთ ხოლმე, გვესტუმრეთ ხოლმე ხშირად. აი ძირის გამოხნევებელი ვარჯიში კიდევ ერთი. ეს საღამოს გამოხნევებელიც სხვათა შორის. ეს არის უნიკალური მანქანა სხვათა შორის. ეს ნიშანი დამრჩა, იმიტომ რომ ჯერ იმედის ნიშანი ვერ ვიშოვე, რომ დავაკრა, მაგრამ რო ვიშოვე იმედის ნიშანი. ნელად იშოვება, ხო იმედის ნიშანი დავჟერთ ოდირგან. ხო, საერთოდ იმედი ძალიან ძნელი რამ არის. თავარია მოიპოვა და თუ დაკარგე, მე უკვე რთული, არ უნდა დაკარგო. ეს არის მანქანა, რომელიც მთელი საფეხბურთო ჩემპიონატის მსვლელობის დროს მისი უკანა ნაწილი ჩანდა ეთერში. ტრინიდად და ტობაკოს მატჩის შემდეგ სულხანს გაუარე ფანია ინგლისის გულშემატკივარია და გაუარე რუსთავაძე წავამეყვანა სახში. და ლუკი ახადა სულხანმა და გულშემატკივროს და რაღაცა და მეცხელებს ვიქნებ, ეხა არც ვიცი ვინ მოიგო რა მოიგო წესიერა. მე გულშემატკივროდი კოტ დიუარს და გაამართლა ამ გუნდმა და კიდე 2-3 გუნდმა აფრიკულებს ჩამორჩენილებს ჩვენსავით რომ ჯერ წამოვიწიოთ. ოსტბაზე რო იყავი, ხო, აბორიგენთან ერთად. ხო. ხო და უცბა თურმე მოგვადგა უკიდან კამერა. და ეს მანქანა დაფიქსირებულია ყველგან სადაც კი სიუჟეტი იყო ფეხბურთზე. აი ეს წარწერა. საიმედო ავტო. შენ წარმოიდგინე ახლა რუსთავი 2-ის ეთერში გადიოდა. ხო? და საიმედო ავტოს წარწერა. საიმედო ავტომ წესით ფული ხონდა გადამიხადოს მე, იმიტომ რომ კონკურენტ არხზე არ გადავხდია. სხვადასხვა უნდა აღინიშნოს რომ მე ეზოში შემოგვივიდა ასფალტი, ეს ძალიან მომეწონა. და შუქი. დავაკვირდი რას? ამ ერთი თვის განმავლობაში. მზის. არავინ არ აყენებდა ეზოში. მანქანას თუ არ ქონდა გარაჟი. ეხლა ყველას გარეთ უყენია. ანუ სტაიანკებიდან ესე ჩამოდგას, იმიტომ რომ შუქი არის. აჰა. ეზოში შუქი მე მართლა არ მინახავს, ეხლა არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ ვემხრობი და არავის რაღაცა და კარგიც უნდა დაინახო და ცუდიც უნდა გააკრიტიკო თავისთავად. ნახდათ არ მინახავს. რომელი წელი 92-91 წლის მერე ეზოში შუქი. მზის გარდა. მზის გარდა ის ზოგჯერ მზეც ამოდიოდა და ნეტავ არ მოსულიყო, ეგრე იყო ჩვენი მოსახლეობა და ეხლა რომ შემოდიყარ საღამოთი. გვიკვირდა ხო ზერო ამბობ. ჭკვიანურად უნდა გააკეთო რა სახელმწიფო. ესე ვფიქრობ. და ხალხისთვის უნდა გააკეთო პირველ რიგში და დაგიფასდება ნებისმიერ. წინასაარჩევნო ფიარია. ხო რა, იცი მე და ბატონი პრეზიდენტი ხო ერთი სადამრიგებლო კლასის ვართ. ორივეს კალბატონი ნინელი დატარაშვილი მასაი ხო და რა იცი? რა ხდება? რა იცი? Это неспроста. რა გითხრათ? აბა ნახოთ. აბა პაკა. წავედი. აბა, ვინი აბა შენიცი, კარგად. დაგი მესიჯე. ეხა არ დაიქოქება, ხო ვიცი?
Хорошо живет на свете Винни-Пух. Оттого поет... ამით მაგვიძალა დასრულებულია ჩვენ ხვალ დილას კიდევ ერთ ცნობილ ადამიანთან ერთად გავატარებთ. კარგად.